თანამშრომლობთ გამოძიებასთან? გამოძიებასთან თანამშრომლობთ და მოგიტომ არ გაკავებენ? არასრულწლოვანი ზედმეტსახელად კასტეტა, რომელიც გამოძიების მტკიცებით ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უნდა დაეკავებინათ ხუთშაბათს დილით სახლში იყო. საქმის მასალების მიხედვით მისი დაკავების შესახებ განჩინება მოსამართლე ეკა ბარბაკაძემ 2026 წლის 15 იანვარს გამოსცა. განჩინების მიხედვით კასტეტა უნდა იყოს დაკავებული. სახლში რატომ არის კასტეტა? დამატებით ინფორმაციას მოგაწვით შემდგომში კონკრეტული პირების მიმართ, კონკრეტული ქმედებების ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა შესაბამისი ინფორმაცია და ცნობილი არის საზოგადოებისთვისაც. არასრულწლოვანის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვით. რამდენიმე საათში კასტეტას ღამით სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შაბათის ეთერმა მოიპოვა ნეონაცისტური ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარებული გამოძიების მასალები. აქ კასტეტა ადამიანების წამებას თავად აღიარებს. 2025 წლის 10 დეკემბრის ჩვენებაში ისყვება, რომ 2025 წლის თებერვლიდან ივნისამდე ნეონაცისტური დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად სცემა რამდენიმე არასრულწლოვანი. ყველა მოქმედი პირის ფიგურანტის სახელი და გვარი ყო მიაწოდეთ ხო გამოძიებას? თქვენ ჯაფაროვის დაჯგუფებაში იყავით თუ აბესაძის? აბესაძის. რამდენი ხანი იყავით მასთან? 3-4 თვე რა. კასტეტა ნეონაცისტური დაჯგუფების ბერგმანის წევრი იყო, რომელსაც ლევან აბესაძე ხელმძღვანელობდა. ლევან აბესაძის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედებდა კიდევ ერთი ჯგუფი სახელად თეთრი სიკვდილი. თითო ჯგუფში 15-მდე არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული. ჯგუფში მოსახვედრად საჭირო იყო ფაშისტურ იდეოლოგიაში გარკვევა და ლიდერის თანხმობა. დაჯგუფების ლიდერებს ჯგუფის წევრებისგან ფეხსაცმელებზე წითელი თასმები განასხვავებდათ. ქალაქის ქუჩებში თვეების განმავლობაში თეთრი სიკვდილის გაერთიანების წევრები ირჩევდნენ მსხვერპლს, სცემდნენ, ძარცვავდნენ, ამცირებდნენ და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდნენ. ოფიციალურად დავალებული ქონდათ, რომ ვიდეო უნდა გადაკეთოთ, გეწარმოებინათ? არ ვიცოდი ვაფშე ეგეთი რაღაცა თუ მოხდებოდა. და ყველა ძალადობას თანახმდა ეს ვიდეო გადაღება სოციალურ ქსელში გავრცელება. აბესაძე მოგიწოდებდათ ამას? არა. აბა, ვის ინიციატივით ხდებოდა ვიდეო გადაღება? ჩვენი. და რატო აკეთებდით ამას გადნოე? ჩემო. კიცებულების იმითი რა, კიცებულება რო ხომ და ვისთვის გინდათ ეს კიცებულება მიგეწოდებინათ? ერთმანეთისთვის. დაკავებამდე ჩვენთან საუბრისას თეთრი სიკვდილის მოძრაობის წევრი თავად ადასტურებს, რომ ქუჩაში ხალხის სცემის და წამების კადრებს მტკიცებულებებად იღებდნენ, თუმცა არ ამბობს ვისთვის საჩვენებლად. საგამოძიებო მასალებში ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენება, რომ დანაშაულებრივ მოძრაობაში ჩართული ჰყავდათ არასრულწლოვანი გოგოები და მსხვერპლს მათი სახელით წერდნენ. მათი მოვალეობა იყო მსხვერპლი კონკრეტულ ადგილზე მიეტყუებინათ. შემდეგ კი უკვე თავდამსხმელთა რაზმი ხვდებოდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მთელი ქსელის ერთი შემქმნელი უკვე დაკავებული ლევან აბესაძეა. ევა პირველიდან გაწუხებთ. თქვენთან გვინდოდა შეხვედრა, თუ არ შეგაწუხებთ? არავით არის სურვილი არა მაქვს თქვენთან შეხვედრის. მე მილიონჯერ გითხარით. სიმართლე ყველაფერი გაირკვევა და აშკარად მოეფინება ყველაფერს სინათლე. ეს არ არის ლევან აბესაძის ერთადერთი ბრალი. 10 წლის წინ აბესაძემ ნიგერიის მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც სოციალური ქსელებიდანაც კი წაშალეს, შაბათის ეთერის არქივში ამ დრომდე ინახება. აბესაძე ჯერ მძიმე ბრალდებით დააკავეს, შემდეგ სასჯელი გაუნახევრეს და შინაპატიმრობით შეუცვალეს. საბოლოოდ მას ნასამართლეობა 2020 წელს საერთოდ გაუქარწყლეს. 2021 წელს სუსის ფაილების მიხედვით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლევან აბესაძეს ქართული ოცნების მხარდამჭერად მოიაზრებს. ოპერატიული ცნობებით დგინდებოდა, რომ აბესაძე სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე ქართული ოცნების ტიტუშკების ჯგუფს ლიდერობდა. მათ შორის ის არბევდა ოპოზიციის ოფისებს. ახლა კითხვაა, გაუქარწყლეს თუ არა ამის გამო ნასამართლეობა პირს, რომელმაც ამის შემდეგ სიკვდილის მოძრაობა შექმნა.
ქალბატონო ნანა, ამ დრომდე აკავებენ ლევან აბესაძის დაჯგუფების წევრებს და ქართული ოცნების მხარდამჭერი რო იყო, ამდენი ხნის განმავლობაში, იმიტომ არ ეკარებოდა არავინ მას? შენ არავინ არ გეკითხება. თქვენ უნდა იცოდეთ რა არის მიზანი და მნიშვნელოვანია რომ ამ მიზნის აღსრულებაში დაგეხმაროთ სწორი ხალხი. ნეონაცისტური დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის კარის მეზობელია. და ამიტომ გვაინტერესებს, სარგებლობდა თუ არა ის გომელაურის სახელით და იღებდა თუ არა სანაცვლოდ ხელშეუხებლობას. გომელაურის დედა, რომელიც დღემდე ამ მისამართზე ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ კარის მეზობელთან ექს-მინისტრს კავშირი არასდროს ჰქონია. ვახო გომელაურმა იცოდა რა საქმიანობდა ლევანი? საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბერგმანისა და თეთრი სიკვდილის დაჯგუფების წევრების ჩხრეკისას გამოძიება მოიღო 6 დანა, 1 ხელჯოხი, 2 ცალი საჯიგველი, 1 თოფის მაგვარი საგანი, 2 მინის ჩასამსხვრევი ჩაქუჩი. ეს ის შეიარაღებაა, რომლითაც დაჯგუფების წევრები უსწორდებოდნენ მსხვერპლს. თეთრი სიკვდილის ლიდერის ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ მათ ფინანსურ უზრუნველყოფას უკვე დაკავებული ლევან აბესაძე ახდენდა. როდესაც იდეური საქმე გასაკეთებელი იყო, ჩვენ ვიკრიბებოდით ლევან აბესაძის სახლთან, ეგრეთ წოდებულ ბესედკაში და იქვე გვაძლევდა დავალებებს, რა უნდა გაგვეკეთებინა, დასაჯელი პირების შესახებ ინფორმაციას. მას უთანხმებდით დროს და ადგილსაც. ლევანი აფინანსებდა ჩვენს ჩაცმულობას, ვჩუქნიდა ცივი იარაღს, მაგალითად კასტეტს, ეგრეთ წოდებულ საჯირგველს ან დანას. ასევე გვიმასპინძლდებოდა საკვებით, თვითონ ფარავდა რესტორნის ხარჯებს. პარასკევს 23 იანვარს ამ საქმის კიდევ ერთ ფიგურამ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. თეთრი სიკვდილის ლიდერთან ჩვენ ინტერვიუ მანამდე ჩავწერეთ. როგორ გადაიკვეთეთ თავად ამ დაჯგუფებასთან? ეს არ მახსოვს, ქუჩაში უფრო. სად ძირითადად სად გაიცანით? არ მახსოვს, საათ. რუსთაველზე იყავით, ვინმე მიგიწვია? არა, რუსთაველზე არ. ქალაქში არ ვიყავ, ქალაქში არ. წელიწად ნახევრის წინ? ხო, ამასაც. წელიწად ნახევრის წინ. ეს ფული საიდან ქონდა ამ აბესაძეს? ამ რესტორნების ფულს რო იხდი და იარაღით რო უზრუნველყოფთ თქვენ აღჭურვილობას? აი გარეთ. ეს კასტეტები და ისინი ხო ამოღებულია ამ საქმის მასალებში იარაღების სხვადასხვა. ვინ აფინანსებდა საერთოდ? ბერგმანის წევრი იყავით თქვენ? კი. რამდენი ხნის განმავლობაში იყავით ბერგმანის წევრი? სავეთი წელიც არა. ამ ინტერვიუდან დგინდება, რომ მინიმუმ 1 წელი და 6 თვე თბილისში მოქმედებდა დაჯგუფება, რომელიც ხალხს უსაფრთხებოდა, სცემდა, აწამებდა და ამცირებდა. თუმცა პოლიციამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო. თეთრი სიკვდილის მოძრაობის წევრები ჩვენებაში წერენ, რომ მათ გააცნეს იდეოლოგია, წააკითხეს ლიტერატურა და ასე აქციეს ჯგუფის წევრებად. ლიდერის მამა ამბობს, რომ არასრულწლოვნების უკან გავლენიანი მფარველები დგანან, ვინც სკოლის მოსწავლეებს მძიმე დანაშაულის ჩასადენად იყენებდა. რას განიხილავდით კვირაში? აბესაძის განიხილავთ აფისებ ყველაფერს აკვა 13 წლის ბავშვი რას განიხილავდა ეს მითხარით? და რა უნდა და ამხელა კაც 13 წლის ბავშვთან? მე იმაში ეკითხე შევძახასი მეს გაკურებული. აუცილებლად გკითხავ. აბესაძეს რა უნდა და 13 წლის ბავშვთან? ძალიან მიკვირს. იმაზე ყოლება ვიღაცა ალბათ კრიშა. ამან რა იცის ისე ვიყო. მე როგორც მამა შვილისთვისაც თუ რამე ვიცოდე, შვილები მომიკვდეს თუ რამე ვიცოდე. როგორ ჩაიძრია არასრულწლოვანი ბავშვები 13-ის, 14-ის, 15-ის? მეტრ 95-იანი ბავშვი მაღალი ზაროვი და ჩაიძრიეს. თბილისში ნეონაცისტური მინიმუმ 3 ჯგუფი იყო. ბერგმანი, მისი დანაყოფი თეთრი სიკვდილი და მათი მოწინააღმდეგე დავით ჯაფაროვის დაჯგუფება. ჯაფაროვმა ხსემა თქვენ დაზარალებული სტატუსი გააქვთ? ანუ როგორ ჩანს აბესაძე დაპირისპირებული იყო ჯაფაროვთან? დასახის დაპირისპირება ქონდა ამ დაჯგუფების ლიდერს ერთმანეთთან. ორივე დაკავებულია ხო ახლა? ჯაფაროვს რამდენი სეტი ყავდა? რამდენი სეტი ქონდა? რამდენი დაჯგუფება საერთიანებდა? თეთრი სიკვდილი თქვენი შემადგენელი ნაწილია? კი. თქვენ კიდევ რამდენი დაჯგუფება ქონდათ ბერგმანის ქვეშ? ერთი. რომელი? პოეტი. თეთრი სიკვდილი და ჯაფაროვის დაჯგუფების რა ერქვა? ავტონომიური ქსელი. ავტონომიური ქსელი და იმას რამდენი სეტი ქონდა? არ ვიცი.
დაპირისპირებული დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იძებნება ინფორმაცია დაკავებული 18 წლის ნიკოლოზ ტომბულოვის ჩვენებაში. აღიარებით ჩვენებაში ტომბულოვი ამბობს, რომ კოსტავას ქუჩაზე მან არასრულწლოვანთან კირკასთან ერთად იძალადა. რა დროსაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კასტეტაც. განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ნიკას ადვოკატი. ცოტნე ტყებუჩავა მისი დაცვის ქვეშ ყოფის ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას ითხოვს. ბრალი არ არის დადასტურებული და ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი პიროვნება მოსტრად გამოყავ. არა და არ არის მოსტრი. ტირის 24 საათი და ეხა ადამიანი მამაკაცი როცა ტირის წარმოიდგინე ისი გამკეცებელი. სხერპლია. ვისი და ისი კასტეტა აბესაძის დაჯგუფება იყო. კირკა ჯაფაროვის, ვისი მსხვერპლია ნიკა. გაიგებთ მალე. იმიტომ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას რო ვითხოვ. ნიკოლოზ ტუმბულოვი სამართალდამცველებმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან აიყვანეს, სადაც ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. ბებია განმარტავს, რომ ჩვენების მიცემის დაწყებამდე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მის შვილის შვილზე აღიარებითი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გამომძიებლებმა იწელადეს. მოვიდნენ, წაგვიყვანეს, კითხვები მისცეს. არასრულწლოვანი იყო ჯერ კიდევ. კი. და თქვენ იყავით მისი კანონიერი წარმომადგენელი. კი, რომ გამოვედით. გზაში მითხრა, ბებო, წარმომარტყეს ერთი და მითხრეს, თქვი, რომ დავარტყ. ამას შეეშინდა, რომ ეთყობა ბავშვს ვარ ეცემათ და აღიარა დარტყმის ფაქტი. ეს მითხრა. ტრანსპორტში ერთად მოვდიოდი. რამდენი წუთი იყო თქვენ გარეშე? განყოფილებაში ვიყავით. თავის სამმართველოში ყავით? კი, და რო გავედით, მე კორიდორში დამტოვეს, ბავშვი წაიყვანეს. არ ვიცი, ალბათ 20 წუთი. ისუს ვიცახა, კიდევ და კიდევ. აი არაფერი არა, რა უნდა იმ დასტაში. მიხვდი, ეთქობა იქიდან გაისვლა. და დღეს მე ვარ ტილში. სტამბის ტერიტორიაზე არასრულწლოვანზე თავდასხმის მომენტში კირკასთან, კასტეტასთან და ტუმბუროვთან ერთად იმყოფებოდა მისი კლასელიც. არასრულწლოვანი გამოძიებამ 3 დღის წინ დილის 6 საათზე დააკავა. პაპა ალბერტ მამედოვის თქმით, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ჯაჭვი და ეგრეთ წოდებული კასტეტი ამოიღეს. სახში მოვიდნენ, სახლიდან აიყვანეს? ო, შვილი კაცი მოვიდა. მე სახი ავიყავი. გაჩხრიკეს სახლი? სუყოლაფი. რა წაიღეს სახლიდან? ერთი ჯაჭვი მქონდა ახლა და კასტეტი. აბესაძეს ქონდა ეგ შეერაღება და ყველაფერი. აბესაძე ვინა მე აზ. ამ ბერგმანის დამფუძნებელი, იმიტომ რომ საქმის მასალებიდან ამოღებულია კასტეტები და რაღაცაები. მე ვაც ტელევიზორში. კასტეტის ფული ქონდა საერთოდ მაგას? კასტეტის ფული? აუ ყიდია გაცო. ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრების მიერ ძალადობა განხორციელდა 26 წლის ჯარისკაცზეც. საქმის მასალების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია გამომძიებლისათვის 23 ნოემბერს გახდა ცნობილი. რომელი მხარი ტელევიზია? ტელეპიროლი, ხო? შაბათსეთა. ბატონ სიმონ, აი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრობა რა ნიშნით მოახდინეს თქვენზე ძალადობა? თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ხართ, ბატონ სიმონ. 16 დაკავებულს კვირის ბოლოს კიდევ 2 არასრულწლოვანი შეემატა. საგამოძიებო მასალებში იდენტიფიცირებულია 30-ზე მეტი პირი, რომლებიც ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან და ფაშისტურ იდეოლოგიას იზიარებენ. გააჯურწა.